ლონდონის საერთაშორისო მოდის შოუ-ქეისში მონაწილეობის შემდეგ ქართული პროექტის ავტორებმა და მონაწილეებმა შედეგები და მიღწევები კულტურის სამინისტროში შეაფასეს. პრესტიჟულ მოდურ შეკრებაზე საქართველოს ძველი ქართული კოსტიუმის რეკონსტრუქციის თემით წარსდგა. ახალგაზრდა დიზაინერებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსშიც, სადაც ინოვაციური დიზაინერული ნამუშევრების და მიდგომისთვის პრიზი გადაეცათ. ჩვენი რეკონსტრუქცია იყო ძალიან საინტერესო და მიმზიდველი. 30 ქვეყანას შორის ჩვენ ყავს ნომინანტი სოფიკ გონგლიაშვილი, სამკაულების საუკეთესო დიზაინერი, რომელიც გამოხმაურება პრესაშია, პრესით, ტელევიზიით, ყველგან გაშუქდა. მინდა გითხრათ და იცით რა, ჩვენ წარვადგინეთ ჩვენი ქვეყნის სახე. თუ ადრე საბჭოთა სისტემაში ეს შესაძლებლობა მოკლებული იყვნენ სტუდენტები, მე პირადად მოსკოვის და ლენინგრადის იქით ვერსად ვერ მივდიოდი. ეხლა დღეს მსოფლიოს კარები ღიაა და ჩვენი მოვალეობაა, რომ ხელი შევუწყოთ, რა შეიძლება ხშირ ასეთ გასვლებს ჩვენი სტუდენტების, ისინი გამდიდრდებიან, კარგ კონტაქტებს დაამყარებენ.